parlamenti საგამოძიებო კომისიის წევრების კითხვებს გიორგი გახარია პასუხობს. საქმე ეხება 20 ივნისის მოვლენებს და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ასევე პრემიერ-მინისტრობის დროს გახარიას საქმიანობას. გიორგი გახარია კითხვებზე პასუხის გაცემას თავს არიდებდა და ცდილობდა კონკრეტული კითხვებისთვის ზოგადი პასუხი გაეცა. კომისიის წევრებმა ის რამდენჯერმე ტყუილში ამხილეს. ხდომის დეტალებს ნინო არღულიანი გაგვაცნობს. ნათია, ზუსტად 2 საათია გიორგი გახარია საგამოძიებო კომისიის წევრების კითხვებს პასუხობს და ამ 2 საათის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ, როგორც კითხვებზე თავის არიდების მცდელობა, ისე ერთმანეთისგან ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები. მაგალითად, გიორგი გახარიამ თქვა, რომ სრულ პასუხისგებლობას 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით თავად იღებს, რადგან აქციის აგრესიულად დაშლის ბრძანება მან გასცა, თუმცა რამდენიმე წუთში აქციის აგრესიულად დაშლის ბრძანების დაბრალება, აგრესიულად დაშლის დაბრალება და რეზინის ტყუების გამოყენება სამართალდამცველებისთვის სცადა, რადგან ის განმარტავს, რომ ეს ბრძანება მას არ გაუწია, სამართალდამცველები თვითმოგერიების რეჟიმში იყვნენ. ამბობს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი. გარდა ამისა, დღეს გიორგი გახარიას ასევე კითხეს, არსებობდა თუ არა წინასწარ გაწერილი გეგმა, თუ როგორ უნდა ემოქმედათ სამართალდამცველებს, რაზეც მან უპასუხა, რომ გეგმა არსებობდა, თუმცა თია წულუკიანმა წარმოადგინა ეს დოკუმენტი და ამ დოკუმენტში რამდენიმე ფურცელი საერთოდ სარიელია. ამ დოკუმენტში არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლის დროს რეზინის ტყუები უნდა ყოფილიყო. ამ კითხვებზე დღეს გახარიას პასუხი არ ჰქონდა. კიდევ ერთი ინფორმაცია, რაც დღეს გახდა ცნობილი, არის ის, რომ გიორგი გახარია აქციის დაშლის დროს არავისგან იღებდა რჩევებს, მიუხედავად იმისა, რომ მან თქვა, რომ რჩევებს ვახტანგ გომელაურისგან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელისგან იღებდა, მოგვიანებით ვერ გაიხსენა, რას ურჩევდა ის და მოგვიანებით წულუკიანმა თქვა, რომ ეს არის ტყუილი. რამდენიმე წუთის წინ სოზარ სუბარმა გიორგი გახარიას კითხა, რამდენი პოლიციელი მონაწილეობდა საპოლიციო ღონისძიებაში. გახარიამ დღეს ესაც ვერ გაიხსენა. მადლობა, რომ მობრძანდით. როგორც ჩანს, აღიარეთ საქართველოს პარლამენტი და თითოეული ჩვენგანი. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე ცავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, ესენი არიან ცავა და სხვა საქართველოს მოქალაქეები, ვინც 20 ივნის დაზიანდა, არაერთი მათგანი მძიმედ შტურმის მოგერიებისას, მათ იჩივლეს სტრასბურგის სასამართლოში და დადგა გადაწყვეტილებაც, სადაც არაერთ ნაწილში საქართველოს სახელმწიფო გამტყუნდა ამ მოქალაქეების პირისპირ დავაში. პარლამენტის წინააღმდეგ შტურმი მიმდინარეობდა, ეს შტურმი იყო მოსაგერიებელი და სახელმწიფო და საზოგადოებრივი წესრიგი დასაცავი. ეს წერია ამ გადაწყვეტილებაში, თუმცა ამ გადაწყვეტილებაში შემდეგ არაერთი შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იქნა შტურმი მოგერიებული. დავიგე და მესმის, რომ დღეს შეიძლება აქტუალური აღარ არის საკითხი, ვინ გასცა 20 ივნის პარლამენტის შენობაზე შტურმის ბრძანება და მესმის ძალიან კარგად, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილები ცავა და სხვების საქმესთან დაკავშირებით მოგყავთ, მაგრამ ასევე მინდა გითხრათ, ვაფასებ თქვენს გამოცდილებას სტრასბურგში მუშაობის, მაგრამ სტრასბურგს არ უთქვამს არაფერი მსგავსი, რაც თქვენ ხარ ჩამოთვალეთ. სტრასბურგმა პირველ რიგში თქვა შემდეგი რამ. მან დაადგინა ხარვეზი გამოძიების ნაწილში, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ 20 ივნის მე ამ შენობაში ვიცავდი სახელმწიფოს, არა პარტიას, არა ხელისუფლებას, არა ცალკეულ აღებულ ადამიანებს, არამედ ვიცავდი სახელმწიფოს. მაშინ აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით და პასუხს ვაგებ თითოეულ სიტყვაზე, რომელსაც ვამბობ. მაშინ დარწმუნებული ვიყავი, რომ აი გავრილოვის აღმოჩენა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იყო იდიოტური შეცდომა. მაგრამ დღეს უკვე ასე აღარ ვფიქრობ. დაგიხსნით რატომ? იმიტომ რომ ის პროცესები, რომელიც შემდგომ მოხდა 21 წლის 18 თებერვალს, ჩემი გადადგომის ღამეს, ძალიან იდენტურად იმეორებდა ყველაფერს, რაც მოხდა 20 ივნის და ამის ცოცხალი მაგალითი ხართ თქვენ. მე დღეს აქ მოსვლას არ ვაპირებდი. აგიხსნით რატომ? უბრალოდ ამ კომისიის მანდატი და კონტექსტი არ მესმის. ის რომ ცავასა და სხვების საქმეზე სტრასბურგში
ჩემი იუსტიციის მინისტრობისას გაიგზავნა მოსაზრებები, ეს არის სიცრუე. ვინაიდან ეს მოსაზრებები სახელმწიფოს შესაგებელი გაგზავნილია 2021 წელს და ამ დროს მე გახდით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი. თქვენ ბრძანეთ, რომ რაც თქვენ თქვითო, მე მითხარით. ეს არაფერი სტრასბურგის გადაწყვეტილებაში არ წერიაო. ესეც არის ტყვილი. პირდაპირ წერია, რომ შტურმი მიმდინარეობდა პარლამენტზე. რომ მაშინ მოსაგერიებელი იყო ეს შტურმი. ეხლა მე არ მინდა წარმოვიდგინო, რომ თქვენ ეს წაკითხული არ გაქვთ, მე შემიძლია ეს განაჩენი თუ გადაწყვეტილება მოგცეთ, აქ ის წერია ზუსტად რაც მე ვთქვი. ანუ ვუბრუნდები ჩემ შესავალ სიტყვას, შესაბამისად. ცავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ გადაწყვეტილებაში სტრასბურგმა დაადასტურა ის, რასაც ჩვენ მმართველი პარტია თქვენთან ერთად მაშინ ხედავდით და ვამბობდით, რომ შტურმი მიმდინარეობდა პარლამენტზე და რომ დასაცავი იყო საზოგადოებრივი წესრიგი. მე პოლიტიკურადაც არ მესმის, რაში გჭირდებოდათ იმის თქმა, რომ ეს სტრასბურგს არ უთქვამს. სტრასბურგმა თქვა რეალობა და ის, რასაც თქვენც იძახდით, როცა იყავით მინისტრი. ეს მეორე. მესამე. თქვენ რაღაცნაირად გადაწყვიტეთ, რომ თანმოხვედით პარლამენტში, რომელსაც იძახით, რომ არ აღიარეთ, მოდით თქვენ აზზე დარჩით, ჩვენ აზზე დარჩებით, საზოგადოება თავის დასკვნებს გააკეთებს. თქვენ თუ აქ ხართ არ აღიარებული ორგანოს წინაშე, მაშინ პოლიტიკურად სერიოზულად რაღაცების გაგების პრობლემები გაქვთ. თავს ნუარიდებთ კითხვებზე პასუხს. აი ესეთი სტრასბურგის გადაწყვეტილებების კითხვა მე თქვენზე ოდნავ უკეთ შემიძლია და დავანებოთ თავი. ბრძანება, რომელიც გამოიცა, ხო, როგორც წესი გამოიცემა ხოლმე მინისტრის მიერ ბრძანება, როცა საჭიროა საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენა ან დაცვა. თქვენ ასეთი ბრძანება გამოეცით, როდის გამოეცით, რას ითვალისწინებდა ეს ბრძანება და როგორ განვითარდა მოვლენები ეს რომ გითხრათ. რა თქმა უნდა, ბრძანება იყო გამოცემული, ეს იყო სპეციალური გეგმა, რა თქმა უნდა, ამ გეგმას ხელს აწვაწერდი მე და ჩემი მოადგილეები. ამ გეგმასთან მიმართებაში შემიძლია გითხრათ, რომ გეგმის შესაბამისად წავიდა იმ ღამეს ოპერატიული ქმედებების ბევრი ნაწილი, ზოგი გამოვიდა გეგმის ფარგლებიდან, შემდგომ გეგმის ფარგლებში დაბრუნდა. ბრძანება სპეციალური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით ვინ გასცა? ბრძანება სპეციალური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით იმ შემთხვევებში, როდესაც ეს ეხებოდა ცრემლსადენ გაზს, გავეცი მე, იმ შემთხვევაში, როდესაც ეხებოდა წყლის ჭავლს, გავეცი მე, სხვა შემთხვევებში სპეციალური საშუალებების გამოყენების ბრძანება არც მე და არც ჩემს მოადგილეებს არ გაუციათ. შესაბამისად, თქვენ ამბობთ, რომ ადგილზე მყოფმა კონკრეტულმა შეიარაღებულმა დანაყოფებმა ან წარმომადგენლებმა მიიღეს გადაწყვეტილება წყლისა და ცრემლსადენი გაზის გარდა ასეთი საშუალებების, მათ შორის რეზინის ტყვიების გამოყენებას. მე ვამბობ იმას, რასაც ვამბობ. მე ვამბობ, რომ ასეთი ბრძანება არც მე და არც ჩემს მოადგილეებს არ გაუციათ. მაგრამ თქვენთვის ცნობილია ვინ გასცა ეს ბრძანება, თუ თვითნებობას ჰქონდა ადგილზე? მე რომ ცოდნო და ცნობილი ყოფილიყო, რომ ასეთი ბრძანება არსებობდა, ან ვინმე გასცა, რა თქმა უნდა, მე ამას დაკითხვის დროს გამოძიებას შევატყობდი. შესაბამისად, სხვას თქვენ ადგილას ასეთი ბრძანება არ გაუწია. შესაბამისად, ამის შესახებ მე არ ვიცი. ეჭვი გაქვთ, რომ სხვამ გასცა, თქვენ იყავით შინაგან საქმეთა მინისტრი? მე არაფერი არ მაქვს. მე ვამბობ, რომ შესაბამისად მე არ ვიცი. გასაგებია. თქვენ რათან მიმდევრობით გამოიყენეთ სხვადასხვა საშუალებები, რომლებზეც თქვენ გაეცით ბრძანება? ზუსტად იმ თანმიმდევრობით, რომელიც არის პოლიციის შესახებ კანონში. ჯერ ცრემლსადენი გაზი, შემდგომ წყლის ჭავლი. ტყვიები რა მომენტში იქნა გამოყენებული? როგორც მახსოვს,
ეს მოხდა სადღაც შუაში. შემსადენ გაზსა და წყალს შორის. დიახ. გასაგებია. თქვენ ამ დროს სად იმყოფებოდით? ოპერაციის მართვისას სამინისტროდან მართავდით თუ პარლამენტში? ნაწილობრივ სამინისტროდან, შემდგომ პარლამენტში. თქვენს გარემოცვაში იმ დროს პარლამენტში ვინ იმყოფებოდა? საბანაძე, შენობაში იმყოფებოდა ბორცვაძე, დანარჩენები არ მახსოვს ვინ იყო კიდე. ტყვიების გამოყენების ბრძანება თქვენ არ გაგიციათ და არც ისიცით ბრძანება არსებობდა თუ არა და ადგილზე ხომ არ მიიღო კონკრეტულმა სპეც დანიშნულების დანაყოფის წარმომადგენელმა ასეთი გადაწყვეტილებად, რომ თქვენ ამის შესახებ არ იცით, მაგრამ ეს ტყვიები გამოყენებული რომ მე ეს არ მithქვამს. მე ვთქვი, რომ არც მე და არც ჩემს მოადგილეებს ეს ბრძანება არ გაუციათ. დანარჩენი ყველაფერი თქვენ რაც თქვით ახლა თქვენი ინტერპრეტაციაა. რაც შეეხება გამოყენების შემთხვევებს, ეს იყო თვით მოგერიების კონტექსტში გამოყენებული ტყვიები. იმ შემთხვევაში თუ პოლიციელები თუ სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები იქნებოდნენ ჯებირის მიღმა და არა ჯებირის წინ. თქვენ როგორ თვლით, როგორ განვითარდებოდა მოვლენები ამ შემთხვევაში? ეს ერთი. მე ვიცი ასეთი რამე, რომ როდესაც აღარ იყო უკვე ეს რეზინის ტყვიები საწყობიდან, ეგრეთ წოდებული საწყობიდან, მოიხმარეს იმ თანამშრომლებმა ვანო მერაბიშვილის დროინდელი შემოტანილი ისეთი ტონის ეს რეზინის ტყვიები, რომელიც იყო ძალიან მკვრივი და იმიტომაც ყავდა ამდენი დაზარალებული. თუ იცოდით ამის შესახებ. ტყვიები სად ინახება, როდის ინახება, რა ფორმის არის და რანაირი არის, ამაზე პასუხს აგებს შესაბამისი ადამიანები. ამ შენობაში მე მაშინ რო არ გამეკეთებინა ის რაც გავაკეთე. რაზეც არც ერთი ნაბიჯით უკან არ ვიხევ. მე აქ ხო რაღაც ავს არ ვიმართლებთ, არ ვამბობ, რომ აი ეს კომისია იქნებოდა ნაცების კომისია და თქვენ ყველანი იჯდებოდით აი აქ ჩემთან ერთად ამ ხარეს. თქვენ თუ მიუთითებთ იმ ხარვეზზე, რომ წყლის ჭავლის ირგვლივ კოლოფის შეკვრა დროში გაჭიანურდა, ასეთ დასმულ კითხვას მე მივიღებ და გიპასუხებთ, რომ წყლის ჭავლის კოლოფის შეკვრა უფრო სწრაფად რომ მომხდარიყო, შესაძლებელია ბევრი რაღაცა სხვანაირად წასვლა. ეს არის და ეს. მარტო კითხვებზე არ პასუხი არ არის დასჯადი. ურთიერთგამომრიცხავი პასუხებით დასჯადი ეს ისე რომ იცოდეთ. რაც 20 ივნისს ხდებოდა. იყავით თუ არა უშუალოდ პასუხისგებელი ამ ყველაფერს. მეცდები ცოტა სწრაფად ვილაპარაკო, იმიტომ რომ რაღაც ბუქსაობთ რა. ბუქსაობთ თუ არ ბუქსაობთ, ამას მე გადავწყვეტ. ჩვენ დაგვჭირდება საღამომდე დრო, ვისხდებით აქ საღამომდე. ჩვენ არ სადარ გვეჩქარება და თქვენ მithumetes სად უნდა გეჩქარებოდეთ. გააგრძელეთ. ნაცები ახსენეთ ახლა და შოუს მოწყობები ხო კარგად გახსოვთ, თქვენი დეპუტატები იყვნენ, გვაშაძეები და სხვები. ნუ დაემსგავსებით, თლად ხავეიშვილის დონეზე ნუ დაეცემით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ბევრჯერ მithქვამს, რომ პოლიტიკური პასუხებლობა ყველაფერზე იმაზე რაც ხდებოდა იმ ღამეს, ეს არის ჩემი პასუხებლობა და მე ამას ვატარებ. რაც შეეხება სამართლებრივ პასუხებას, ეს არის გამოძიების საკითხი, რომელმაც უნდა დაადგინოს და სამართლებრივი პასუხება არის სამართლებრივი პასუხებლობა. გიორგი გახარიას მოსმენა ამ დრომდე გრძელდება, როგორც მაყურებელმა მოისმინა, არაერთი ურთიერთგამომრიცხავი განცხადება მოვისმინეთ დღეს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრისგან. გიორგი გახარიამ ასევე სცადა საზოგადოება დაერწმუნებინა იმაში, რომ აქციის დაშლის გეგმა მან მოადგილეებთან ერთად შეადგინა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ამ პროცესში თავად მინისტრი ჩართული არ ყოფილა, მან გეგმას უბრალოდ ხელი მოაწერა. ამ გეგმაში კი გარკვეული ფურცლები საერთოდ ცარიელია, როგორც დღეს კომისიის ხდომაზე შევიტყვეთ. ამ დრომდე გრძელდება გიორგი გახარიას მოსმენა 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით. ეს მის შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდს უკავშირდება. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრობის პერიოდში კონკრეტულ გადადგმულ ნაბიჯებს, ამასთან დაკავშირებით კითხვებს უკვე უახლოეს წუთებში მოვისმენთ. თქვენ დააბრალეთ კონკრეტულ პოლიციელებს, რომ ბრძანების გარეშე
ითავხედეს, ასე ვთქვათ და თვალები დათხარეს ვიღაცებს. თქვენ პოლიციელებს დააბრალეთ და ამ დროს ინტერვიუებში ყველგან ამბობთ, რომ მე გავეცი ეს ბრძანებაო და მე ვარ ყველაფერზე პასუხისმგებელიო. თქვენ ქალბატონ ჟურნალისტ გრიგოლიასთან ბრძანებთ ეგეთ რამეს, რომ რა თქმა უნდა მე გავეცი ბრძანება, თქვენი სიტყვებია, ვციტირებ. გრიგოლიას კიდევ ერთ კითხვაზე, თქვენ გაეცით ბრძანება, ის გეკითხებათ, იმ საშინელი ტყვიების გამოყენებაზე? გახარიას, ანუ თქვენი ბატონი გიორგი გახარიას პასუხი. მე მესმის თქვენი სიტყვა საშინელი, თქვენთვის მისაღებია. ჩემთვის არ არის მისაღები, იმიტომ რომ ის ტყვია არის არალეტარული და ის მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში კანონით არის გათვალისწინებული სამართალდამცავი სისტემის გამოსაყენებლად. ბატონო გიორგი, მოდით რა, ისე ნუიზავთ თითქოს ჩვენ დავთხარეთ ვიღაცას თვალები. ყველა ინტერვიუში, ოფიციალურ ჩვენებაშიც ნათქვამი მაქვს, რომ სრული პასუხისმგებლობა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რაც იმ ღამეს მოხდა, არის ჩემს. ვინც გვიყურებს, რომ აი ბრძანება არის, ეს არის გეგმა და უამრავი ფურცელი არის ცარიელი. მაგალითად, მონაწილე პირების სახმისები, ღონისძიებაში მონაწილე ხელმძღვანელი პირების სახმისები, ცარიელი ფურცლებია. ეს ბრძანება მიჩენს მეჯს, რომ ex-post facto არის გაფორმებული ალბათ და მერე დაიწერა სპეციალური საშუალებები, წყალსარტყორცნი მანქანა 2, ჯავშან მანქანა კობრა 2, Land Rover-ი ხმის გამაძლიერებლით 2, სახანძრო მანქანა 2. არსა და აქ არ არის გათვალისწინებული, რომ ტყვიები საერთოდ იქ უნდა ყოფილიყო. ამას ბრძანება არ ჭირდება, როდესაც იყენებენ თვით მოგერიების რეჟიმში. სათამაშოდ მომიყვანეთ კაცო აქ. სათამაშოა მაკა გომურის ამოთხრილი თვალი. ახსენებთ, გამოგეძიებინათ. თქვენ ვიყავით პრემიერ-მინისტრი 2021 წლის თებერვლამდე. ამიტომ მე მაქვს კითხვა. ხომ არ ახდენდით ზეწოლას პროკურატურაზე, რომ ამ საქმის გამოძიება არასწორი მიმართულებით წასულიყო? არა. არც თქვენი რომელიმე თანამშრომელი მთავრობის ადმინისტრაციაში, ან თქვენი ყოფილი მოადგილეები, რომლებიც მონაწილეობდნენ შტურმის მოგერიებაში და შემდეგ თქვენი პრემიერ-მინისტრობისას საკმაოდ მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ. ისინი ხომ არ იყვნენ ჩართულნი გამოძიების ამა თუ იმ მიმართულებით წაყვანაში? არა. ესე იგი, თქვენ იყავით მას მერე წელიწად ნახევარი პრემიერ-მინისტრი, არ შეგაწუხათ იმან, რომ გამოძიებამ ვერ დაადგინა თუ არ დაადგინა ჭეშმარიტება, მაგრამ ეხლა ხართ ამით შეწუხებული, გასაგებია. არ გიფიქრიათ, რომ ინტერესთა კონფლიქტი გააქვთ? რის ინტერესთა კონფლიქტი მაქვს? მაშინ ჩემი მოადგილე იყავით. რა ინტერესთა კონფლიქტი შეიძლება მქონდეს მე ყოფილ იუსტიციის მინისტრ 20 ივნისის თემასთან დაკავშირებით? ყოფილ იუსტიციის მინისტრ ვიყავი თუ არა მთავრობაში, რომლის თავმჯდომარეს ვიყავი მე. ვიყავი თუ არა პარლამენტის შენობაში თქვენთან ერთად იმ ღამეს, როცა თქვენ შტურმს იგერებდით? არა, თქვენ საქართველოში არ იყავით მაშინ. საქართველოში არ ვიყავი, რა კარგად გხსომებიათ. შესაბამისად, რა ტიპის ინტერესთა კონფლიქტია საუბარი? თქვენ მაშინ იუსტიციის მინისტრი იყავით და ალბათ უფრო ბევრად მეტი კვეთა გექნებოდათ გენერალურ პროკურატურას. ეს არის მართლაც ტყვილი, რომ დაგიბრუნოთ თქვენი სიტყვა, იმიტომ რომ ეს ის დროა ჯერ კიდევ 2013 წლის მაისიდან, როცა კანონში ჩაიწერა, რომ იუსტიციის მინისტრს არანაირი შეხება არც აქვს და არც უნდა გქონდეს. ეკრძალება პროკურატურა გავიდა გახდა დამოუკიდებელი. სამაგიეროდ პროკურატურა დარჩა აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილად, რომლის ხელმძღვანელიც თქვენ იყავით. შესაბამისად, იუსტიციის მინისტრს ვერავითარი ბერკეტი ვერ ექნებოდა პროკურატურაზე, მაგრამ თქვენ ნამდვილად გქონდათ ყველანაირი ბერკეტი, რომ ან დაგეჩქარებინათ გამოძიება, ან ხელი შეგეშალათ მისთვის. ვის მიმართეთ და ვინ გითხრათ დახმარებაზე უარი თუ ასეთი იყო? რა თქმა უნდა, ყველა სახელმწიფო უწყება, მათ შორის ძალოვანი უწყებები, 20 ივნისის ღამის ღონისძიებაში თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ყველა ჩართული იყო.
მარწერია მაშინ ეს ბრძანებაში. სადაც რაციაში სახმისებს რო ვეძახით, რამდენიმე ფურცელი არის ცარიელი. სახმისების ფურცელი რატოა მნიშვნელოვანი, რომ მე აქ კი არ შეგეკითხებოდით რაციაში ვინ ყავდათ ჩართული მეთქი. აქ იქნებოდა ჩამოწერილი, რომ მაგალითად სახმისში სუსის უფროსი ვახტანგ გომელაურს მინიჭებული აქვს ნომერი 7. ნომერი 7, აბა ეს მითხარი და რაღაცას გეტყოდათ. იყო ასე ჩართული. სუსის უფროს ვახტანგ გომელაურს ჰქონდა თავისი კომპეტენცია, თავისი უფლებამოსილებები, რომლითაც სრულად იყო ჩართული და უზრუნველყოფდა ინფორმაციულ უზრუნველყოფას. იყო ჩართული. ტელეფონით გიკავშირდებოდათ. ტელეფონით ვიკავშირდებოდა დიახ. მე შესაბამისი უწყებები, ჩემს მოადგილეებს, სუსის არ მოადგილეები. გაიხსენებთ, რაც სუსმა მოგცათ და გაიწევს. ძალიან ბევრი რჩევა, რომლებიც ყველა გათვალისწინებული იყო. ეხლა ესე არ მახსოვს. ხო, მე ახლა თქვენ იმდენჯერ თქვით, სხვებს დააბრალეთ, ტყილს იძახითო. ასე რბილად ვიტყვი, რომ მე მგონი თქვენ ტყუით, ბატონო გიორგი, სწორედ იმ ჩემი ვიცე-პრემიერობის პოზიციიდან გამომდინარე გეტყვით, რომ თქვენ სამწუხაროდ, ჩვენ და ყველა სამწუხაროდ, მაკო გომური სამწუხაროდ და სხვა დასახიჩრებული პირების სამწუხაროდ, ვახტანგ გომელაურისგან და სუსისგან არც ერთი რჩევა არ აგიღიათ, თორემ ის კაცი ნამდვილად გეტყოდათ, რომ სპეცრაზმელის ხალხის პირისპირ დაყენება არ შეიძლება. რკინის კედელი არ იდგაო, რო იძახით. ეს რკინის კედელი ციდან ხო არ დაეშვებოდა. ამ გეგმაში უნდა ჩაგეწერათ, თუ ეს გეგმა სპეცოპერაციამდეა ხელმოწერილი. სადაც იქნებოდა სპეცსაშუალებებში, ასევე შესაბამის ფურცელზე, თქვენ ჩემზე კარგად უნდა იცოდეთ, რომელ ფურცელზე, ჩაწერილი, რომ ისატანი იყო ადგილზე რკინის კედლები. ღობე რკინის იყო ჯებირი ნამდვილად, რომ არ იყო საკმარისი, მე ხომ არ მოვიტანდი უცხოეთიდან იუსტიციის მინისტრი იღლიაში იმას, რა ქვია, რკინის კედლებს, მოგეტანათ რკინის კედლები. არ ჩამოგეყვანათ გავრილოვი და სავარძელში არ ჩაგესვათ. და დამთავრდებოდა ყველაფერი. ნუ გაურბიხართ პრობლემას. არაფერს არ გაურბივარ. გიორგი გახარია დღეს თავის დაცვას როგორც ჩანს ტყუილებით ცდილობს, რადგან მაყურებელმა მოისმინა, რომ დღეს თეატრულ ოკეანმა ის რამდენჯერმე ამხილა და ამ წუთებშიც სწორედ მათ შორის არის კამათი კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. უკვე 2 საათია გიორგი გახარია საგამოძიებო კომისიის კითხვებს 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით პასუხობს.